მოგესალმებით. მე მინდა დღეს ვილაპარაკო ისეთ თემაზე, რომელიც ალბათ უკვე სადღეისოდ ძალიან ბევრმა ქართველმა იცის ეს დაავადება. ეს არის თვალის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დაავადება, კატარაქტა. მაგრამ მე არ შევეხები იმ ასპექტებს, რომელზეც უკვე ბევრჯერ ვილაპარაკეთ ჩემს კოლეგებს და პაციენტებსაც ასე თუ ისე არსი ამ დაავადების და მისი კურნალობის იცის. ერთ და შეიძლება ორ საკითხს შევეხო. პირველი საკითხი, რომელიც მე მინდა თქვენთან ერთად განვიხილო, ეს არის ეგრეთ წოდებული ბჭყალებში ავიღებ მეორადი კატარაქტა. რატომ ეგრეთ წოდებული, რატომ ბჭყალებში? იმიტომ რომ ეს დასახელება სრულად არ აღნიშნავს იმას თუ რა დაავადებასთან გვაქვს საქმე. კატარაქტა, ჩვეულებრივი კატარაქტა, რომელზეც მრავალჯერ ქონია ჩემ კოლეგებს საუბარი, მეც ქონია და თქვენც უკვე იცით, არის ბროლის შემღვრევა. ეს არის ბროლი, გამჭვირვალე ბროლი, რომელიც როიტყვიან ღმერთისგან მივიღეთ საჩუქრად. მაგრამ სამწუხაროდ დროთა განმავლობაში ასაკის შემოპარვასთან ერთად შემოგვეპარება კატარაქტაც. თუმცა არის სხვა მიზეზებიც, ტრავმა, რაღაცა ზოგადი დაავადება, დიაბეტი მაგალითად და ასე შემდეგ. და რა ხდება? ეს ბროლი თანდათან იმღვრევა. აი ერთ-ერთი ეტაპი არის ეს, თქვენ ხედავთ, რომ შუაში გამჭვირვალეა ბროლი, მაგრამ გარშემო ის უკვე განისრულია. და თუ არ გაკეთდა დროულად, ესეც კიდე ასეთივე მაგალითი. თუ დროზე არ გაკეთდა ოპერაცია, რა მოხდება? აი ესე სრულად შეიმღვრევა ბროლი. და პაციენტი ამას როგორ ამჩნევს? აი ესეთი სრული შემღვრევით ის ვერაფერს ვერ ხედავს. საგნობრივი ხედველობა მას აღარ აქვს. მას შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ გაარჩიოს სინათლის სხივის მიმართულება. ამ შემთხვევაში მარჯვენა, ქვევითა, ზევითა, მარცხენა და ასე შემდეგ. მაგრამ საგნებს ის ვერ არჩევს. ამიტომ რას მინდა შევეხო? მოამწიფებ კატარაქტას, დროულად გაიკეთა ოპერაცია. დიახ, ეს უკვე დიდი ხანია ჩვენი კლინიკის და არა მარტო ჩვენი, ყველა წამყვანი კლინიკის ლოზუნგია. რატომ? იმიტომ რომ აი შეხედეთ, აქ არის მხოლოდ პატარა ნაწილი შემღვრეული, ხო? ბროლის, დანარჩენი გამჭვირვალეა. აქ ბროლი მთლიანად შემღვრეულია. და რა, როგორი ამის მხედველობა? აქ არის მხედველობა დაახლოებით 30-40%. აქ საერთოდ ვერ ხედავს, როგორც გითხარით, ეს არის ეგრეთ წოდებული მწიფე კატარაქტა. ვერაფერს ვერ ხედავს. და რა შედეგი? ამით ჩვენ ურთულებთ ქირურგს საქმეს. და რისკი ოპერაციის შესაძლო გართულებების მატულობს კიდეც. იმიტომ რომ გუგა არ ფართოვდება ისე როგორც საჭიროა, ოპერაციის დროს გუგა უნდა იყოს ფართე, ეს აუცილებელი თუ არა სასურველი მდგომარეობაა მაინც. აქ ეს არ ხერხდება, ზედმეტი ჩარევები გვჭირდება ზედმეტი ულტრაბგერითი ენერგია, რომლითაც ხდება ბროლის დაშლა და ასე თუ ისე ყველაფერი ეს უფრო ახლოს არის შესაძლო გართულებებთან. ამიტომ ოფთალმოლოგებს გვიყვარს და მოუწოდებთ კიდევაც ჩვენს უკვე ხანშესულ პაციენტებს, რომ აი ამ მდგომარეობაში, ანუ როდესაც ჯერ კიდევ მხედველობა არის თვალში, აი ამ დროს მიიღონ გადაწყვეტილება ოპერაციის სხვათა შორის. მე სხვენია კიდეც რომ ამბობ ამას, მაგრამ აი დღეს რომ არ ყოფილიყო ინტელიგენტი კაცისგან ეს ნათქვამი, მე ნამდვილად ამას არ ვიტყოდი, რომ რაიონში ცხოვრობს ძალიან ინტელიგენტი კაცია, 80 წლის არის ახლა და აქვს აი ესეთი კატარაქტა. პირველად მოვიდა ჩვენთან. უთხარი კიდევაც, უკვე 20 წელზე მეტია, რაც სახელმწიფო ზრუნავს, რომ 60 წელს გადაცილებულ ქალბატონებს და 65 წელს გადაცილებულ მამაკაცებს უფასოდ გაუკეთეს ოპერაცია. ანუ 15 წლის წინათ რატომ არ მომზადეთ და არ გაიკეთეთ? იცით რა შეა საქმეო? სადაც არ მივედიო ჩვენ რაიონშიო, ყველგან მითხრესო,
რომ ჯერ ადრეა თქვენთვის ოპერაციის გაკეთება. კატარაქტასთან მიმართებაში ადრეა აღარ არის. როგორც კი პაციენტი გრძნობს, რომ ცუდად ხედავს და მას აქვს კატარაქტა, ეს არის ზარი, რომ მან გაიკეთოს ოპერაცია და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი შესაძლო გართულებები, რაც ყველაზე მთავარია. მოკლედ გაიკეთა ეს ოპერაცია ჩვენმა პაციენტმა, ყველაფერი კარგად არის, გადის რამოდენიმე წელი, 3, 4, 5, ზოგ შემთხვევაში 2, სხვადასხვა ეს დამოკიდებულია ასაკზე. რაც უფრო ახალგაზრდა პაციენტი, მას უფრო ადრე აი ამ ოპერაციის მერე, კატარაქტის ოპერაციის მერე უჩნდება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეგრეთ წოდებული მეორადი კატარაქტა. ეს რა არის? ეს არის ესეთი ჩივილი პაციენტის. ოპერაციის მერე, პირველი ოპერაციის მერე ყველაფერმა კარგად ჩაიარა, პაციენტი ძალიან კმაყოფილია, რამოდენიმე დღეში ის უკვე შვენივრად ხედავს, ერთი კვირის თავზე ის უბრუნდება თავის სამუშაოს, ჯდება საჭესთან და ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ გავა და უკვე მიეჩვია, რომ მორჩა მის თვალში ხედველობა მაღალია და ესე იქნება. გადის 1 ან 2 წელი, ან ზოგი როგორც გითხარით, ზოგჯერ 3 წელიც და უცებ პაციენტი მოდის თავის ექიმთან და ნება. ისიც რა ექიმ, აი რაღაცა 9 წელია დაახლოებით, რაც ხედველობა გამიუარესდა. ნუ ექიმი თავის თავცხადია, გასიჯავს როგორც საჭირო და ეუბნება. არაფერი საშიში არ არის, არაფერია ეს ოპერაცია გჭირდებათ ლაზერული манипуляცია, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ მეორადი კატარაქტა. რასაკვირველია, ეს სიტყვები ძალიან ძიმედ მოქმედებს პაციენტზე, იმიტომ რომ როგორ ერთი კატარაქტა ხომ გავიკეთე უკვე, იმავე თვალზე გამიჩნდა ეგრეთ წოდებული მეორადი კატარაქტა. დიახ, მაგრამ ეს კატარაქტა არ არის, რომ ბროლი აღარ გაქვთ თვალში თქვენი ბუნებრივი ბროლი. თქვენ გაქვთ ხელოვნური ბროლი, ის არასაკვირველია არ შეიმღვრება. აბა რა შეიმღვრა? არის კაფსულა, ეგრეთ წოდებული უკანა კაფსულა, აი აქ რო უყურებთ, აქ არის უკანა კაფსულა, რომელიც გამოიყენება, რომ ოპერაციის დროს ბროლი, ხელოვნური ბროლი გავამაგროთ თვალში. მეტი ამ კაფსულას არავითარი მეტი რო ითქვა დატვირთვა არ აქვს. და რა ხდება დროთა განმავლობაში სამწუხაროდ ეს კაფსულა შეიმღვრევა. ეხლა ეგ თუ შეხედავთ ამ სურათს, აი ეს არის შემღვრეული უკანა კაფსულა, რომელსაც ზოგჯერ ირონიით წითელ ხიზილავას უძახიან. აქ ეხლა ბროლია ჩასმული უკვე და აი ეს უკვე ოპერაცია, პირველი ოპერაცია გაკეთებულია და აი ესეთი მდგომარეობა აქვს თვალში. და რასაკვირველია, ხედველობა უკვე იქნება, იმიტომ რომ ეს არ ატარებს ისე კარგად სხივებს, როგორიც უნდა იყოს გამჭვირვალე კაფსულაში. თქვენ ახლა ნახეთ, ჩვენ საკმაოდ ახალგაზრდა ქალბატონი იყო და საკმაოდ ახალგაზრდა მამაკაცი, ვისაც ჩვენ რამოდენიმე წუთში, აი აქ საოპერაციოში ასვლა არც დაგჭირებია, აქვე გავუკეთეთ ლაზერით კაფსულის გახვრეტა. გავხვრიდეთ, მივიღეთ ხვრელი მასში და მორჩა. ხედველობა აღდგა, როგორც იყო ოპერაციის შემდეგ, მაღალი ხედველობა და რაც თავარია, ეს ხდება ერთჯერადად. მეტი ეს აღარ გამეორდება. ამიტომ აგერ კიდე მეორე სურათი თუ გქნებავთ, იყო ესეთი, მერე გახვრიტეს და შუაში გააკეთეს ფანჯარა. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ესე იგი, მე მინდა ჩვენს პაციენტებს ან ჩვენს მოქალაქეებს ყველას უთხრა, რომ სიტყვა მეორადი კატარაქტა ჯერ ერთი არ უნდა აშინებდეთ და მე ვთხოვ ჩემს კოლეგებს, რომ იქნებ ყველამ ერთად რაღაცა შევიმუშაოთ, რომ ესეთი საშიში და ეს სახელს ნუღარ უწოდებთ. აპკი დავარქვათ, შემღვრეული აპკი გაქვთ, რაღაცა, იმიტომ რომ პაციენტები ეშინიათ, რომ რა მეორეჯერ გამიშთა კატარაქტა და რაღაცა ეჭვები უჩნდება. ამიტომ ჩვენ უნდა თავარი არის ერთი რამ, რომ პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ეს ოპერაცია არც არის, ეს არის манипуляცია, რომელიც აი ხა ჩვენ ოპერატორმა გადაიღო და მე მგონი 3 წუთი დაჭირდა მე მგონი თითოეულ პაციენტს თითოეულ თვალს. ხო, და ხედველობა აღუდგათ სრულად, რასაც ველოდებოდით.
მოდით ახლა შევკრებ და შევაფასებ იმას, რაც მე ვთქვი, ორი საკითხი მინდოდა გამეხილა. ერთი თხოვნის სახით ყველა მოქალაქეს მიმართ, თუ მხედველობა გაგიუარესდათ, მით უმეტეს ასაკში მყოფ ადამიანს აუცილებლად მიდით ექიმთან. ექიმი თვალის ექიმთან ის გაგსინჯა და გეტყვის. თუ როგორც კი გეტყვის, რომ თქვენ გაქვთ კატარაქტა, თქვენ დაიწყეთ ფიქს, როდის გავიკეთო ეს კატარაქტა. ვერავინ ვერ გეტყვის, როდის გაიკეთოთ ზუსტად. ყველაზე სწორი პასუხი ამ შემთხვევაში არის, როცა თქვენ ვეღარ აკეთებთ თქვენთვის ჩვეულ სამუშაოს დღის განმავლობაში. და რაღაცა თუ ეს კატარაქტა გაწუხეთ, ის მოსაცილებელია. ეხლა იმის და მიხედვით, ვის როგორი პროფესია აქვს სამუშაო, ეხლა ძღოლს რასაკვირველია პროფესიონალ ძღოლს მით უმეტეს ოდნავ რო გაუარესდეს მხედველობა კატარაქტის გამო, მან რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიკეთოს ეს ოპერაცია, რომ ღმერთთან უკრას რაღაც უბედურება არ მოვიდეს მას და მასთან მსხვდომ სხვა პირებს. მაგრამ თუ მეორე საკითხი, თუ ადამიანი წერა და კითხვა ჭირდება ან კომპიუტერთან მუშაობა, რასაკვირველია, იმანაც უნდა გაიკეთოს სწრაფად, იმიტომ რომ თუ მხედველობა შემცირდა 50%-ზე დაბალია, ის ვეღარ იმუშავებს ჩვეულებრივ ნაბეჭ ტექსტთან და ვერ იმუშავებს თავის ტელეფონთან. ამიტომ იმანაც უნდა სწრაფად გაიკეთოს. თუ მეორე ადამიანია, ვთქვათ, სოციალურ სოფელში და იმას ვენახი უნდა მოიყვანოს, მერე უნდა რთველი ჩაატაროს, იქ რასაკვირველია მოცდა შეიძლება, იმიტომ რომ მოთხოვნები მას მხედველობის მიმართ არც აქვს ისეთი მაღალი, როგორც წინა ხალხზე ვისაუბრეთ, მაგრამ ეს დაიმახსოვრეთ ძალიან გთხოვთ, რაც უფრო შორს მიყვავს გადაგვაქვს ჩვენი ოპერაცია, მით უფრო მკვრივი ხდება ბროლი და მით უფრო ძნელი არის ქირურგისთვის. ამიტომ იფიქრეთ იმ ქირურგზე, რომელმაც თქვენ უნდა აგიდგინოთ მხედველობა.